მადლობისა. სადმე? ბუშტებს უნდა შეხედო? დილამშვიდობის და ყველას მოგესალმებით. ჩვენთან დილა არის ადრიანი. უი მე რამ ხელა მანქანა ყოფილა. ხო და მივდივართ თვალის ექიმთან. ხო? კი მე მიდი. მოგესალმებით. ცივა? რას ლაპარაკობ, გოგო? ნუ ცოტა სიგრილი არის. მოგესალმებით, მოკლედ. ზურა წავიდა ახლა მოტოციკლეტი უნდა დატოვოს სერვისზე. მე წავალ მანქანით, ჯერ ბენზინს ჩავასხამთ. მერე გავულით ზურას და მერე წავალთ თვალის ექიმთან. ხო, დანი? დანი? ევეკვარი ნარგოსთან. ზურა უნდა წავიდეს მანდ კიდე სასახლეში. არა, დღეს საღამოს წავა სამსახურში. დედა. ბატონო. შემბაში არის კვირა. შემბახში არის კვირა. დღეს არის სამშაბათი, სამშაბათია დღეს. დედა ჩემი ბაღი დაკეტი. ხო, კარგი და. ხო და ევეკვარი სახში, იმიტომ რომ არ ვიცი ჩვენ ამდენი ხანი დაგვაგვიანდება და ნარგოს შესაბამისად მოყვანას ვერ შეძლებს და ამიტომ ესე წავიდეთ ახლა ჩავსხათ ბენზინს. შევხვდით ზურასაც. ხო და დავადექით გზას. მაგრამ ისეთი საცობებია. დანის ეძინება მე მგონი. რა გჭირს და თითზე? გტკივა? აბა მოკლედ ურეკავ ეველინას რაღაც საქმე მქონდა და ისე მოესიყვარულენ ერთმანეთს და დედა პეპერო. პეპელა მალე დინოზავრიც გაჩნდება ჩვენს მანქანაში მე მგონი. ისე მოესიყვარულენ ერთმანეთს და ისე დაარიგა ეველინამ და ისე მოიკითხეს ერთმანეთი, ესე იგი ჩვენი შვილები საერთოდ არ ჩხუბობენ სახში როცა ვართ. საერთოდ არ კინკლაობენ, ისეთი წყნარები არიან, შვიდები. ისე ბოლო პერიოდში ძალიან კარგად თამაშობ. ხო. ძალიან კარგად თამაშობენ ბოლო პერიოდში. რაც ეს რა აქვს მომენტები ხანდახან ესა რა ქვია. ნო, ეხლა წამოულით. რომ ვერ იყოფენ მაგალითად ორ ერთნაირ ტაბლეტს ვერ იყოფენ. ხო და ჩემი შვილები საერთოდ არ ჩხუბობს. ისეთი წყნარი და ბუნჩლა ბავშვები არიან. და ზურაზე უნდა მეცინებოდა ახლა ისე მშვიდად გაესაუბრონ ერთმანეთს. კომუნისტების დროს რო იყო ზუსტად იმნაირ რაღაცები გააკეთეს. რა შეახობს? გადასასვლელებზე დაემა. საქართველოში ყველა იმაზე კაცის ნიშნები ხო იყო? ეს ლამაზად ყველა ისე არის ახლა აქეთ. ბიჭო, აქ უბნებს გააჩნია სიხარული, ეს კალითია არის ყველანაირად მოუწესრიგებელი, თორე ნიაზმირნი, პანკრატი, მანათოვლები და ისინი რომ კომუნისტების დროს როდის? ნუ საქართველოში გზებზე და ისე იყო მოწესრიგებული. შენ იყავი კომუნისტების დროს? კომუნისტები 90-იანის ბავშვი არა ვარ მე. 86-იანი არ მახსოვს. ხო და რაზე ვლაპარაკობ? აწკრიალებული რა იყო გზები რა. მიყვარს კესარიანი სიმწვანე. აქ ყავდათ წამოყვანილი ეველინა. კესარიანის პარკში. ექსკურსია რო გქონდათ ახლა? აქ იყვნენ? ხო, აქ იყვნენ. ხო და რას ვამბობდი, მოკლედ ისე მოესიყვარულეს ტელეფონი როგორ მიჭირავს ხელში მე მაფათიეთ მშივდა რაღაცა. ის რო რა ქვია ზევით. იმიტომ ტელესკოპი რო ობსერვატორი. ზევით რა. პენდელზე? ხო, ხო, პენდელზე. მე კი ვარ ნავო ფეხით. ავტობუსი მიდის საათ და მე 3 კილომეტრი ფეხით უნდა დაიარე. ახაწადი ფეხით ხარ. აი. მაშინ ახალდას დავიყო. ახლა დაბერდი ხო? ამ კესარიანის ნაძვნარს რო უყურებს, სურავს მაგონებს.
ძალიან მაგარი ადგილია. ხოდა ესე მოესიყვარულენ მოკლედ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს. ეველინა ეუბნება არ ინერვიულო, ექიმთან არ შეგეშინდესო, დედიკოსო დაუჯერეო, მამიკოს დაუჯერეო, ამან აქედან კიდე დაარიგა და მოკლედ ვიცინოდით, რომ საყვარლები არიან. საიდან აფიქრდება თამდენი რამე. გოგო, შენ დამჯერე გოგო ხარ? ორივეს უყვართ ერთმანეთი, კარგად ვარა. სადაც გიყვარს ეველიკუნა? კი. სათამაშოებზე წუხელი რო გეუბნებოდი, ევეკომ რო გითხრა ტკბილი ძილი დანიო მიყვარხარო, შენ რატო არ უთხარი არ იყავი ხასიათზე? ა? ხანდახან ისა ჩაებს კუნებით ძილის წინ ერთმანეთს ვეღარ გატყავებთ, ჩაეხუტებიან და ეფერებიან და ტკბილი ძილი ევეკო, ტკბილი ძილი დანი. გუშინ არ უთხრა. გაბრაზებული იყავი? ჩემო სიცოცხლე. ავედით? დაიძინე ცოტა შენ შეგიძლია დაიძინო. მოვედით. დრუნციკა. ჩემო ლამაზ, რას ნიშნავს ბავშვი? ასფალტზე და ბეტონებს შორის რო არის გაზრდილი. მოდი დედიკო მეუცხარი ნახე როგორი სიმწვანეა, ხეებია, გირჩია. ბევრი გირჩები ადგა და გაიგიჟა. თავი ხელი არ მოკიდა გირჩს. ნახე რა ლამაზია გირჩი დე. არ იკბინება დედა. არ იკბინება. ხერთო ჩემო. ვაიმე, წავედით. ზურაბ, ვაიმე სიხარულო მშია როგორ იცი? დედა. დანი რა ლამაზი ხარ. ფერებში. კარგი სიგრილი არ აქვს? ჰაერია სასწაული. დედი. რაო? რაო ჩემი სიხარულო. ველოდებით? გაგვიკეთეს სამივეს კოვიდის ტესტი, რაპიდ ტესტი. ახლა მივდივართ ამ ლოდინში ამასობაში მოგშვდა. და დანიელამ მოითხოვა ხაჭაპური. ცხელი ხაჭაპური მოყიდა ახლა, როგორი ხარია. და მე ვიყიდე ყიტაში გახეული ინდაური და ყველი. მოტან ახლა დანის ხაჭაპურს. იმედია შეჭამს, ზურავ ჭამა უკვე. რიგრიგობით წამოვედით. გემრიელია? ქშიოდა? ხო.